უკრაინამ მზად არის მხარი დაუჭიროს დემოკრატიის ფასეულობებს, თანასწორობის პროცესს, გაყინული კონფლიქტების ტერიტორიებზე ხალხის უფლებებს. უკრაინა ამ საკითხებში ორმაგი სტანდარტების გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგია. ასეთი განცხადება გააკეთა სტრასბურგში მყოფმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, როდესაც ჟურნალისტებმა მას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. ეს ურთიერთობები არ შეიცვლება და არ გადაიხედება არც მოქმედი პრეზიდენტის მმართველობის პირობებში, მით უმეტეს ღრმად გვწამს ჩვენ იმისი, რომ საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ძალაში დარჩება. სახელისუფლებო გუნდში იანუკოვიჩის განცხადებების მიუხედავად მიიჩნევენ, რომ საქართველოს უკრაინის ურთიერთობა არ შეცვლილა და არც შეიცვლება. საგარეო საქმეთა სამინისტროში დარწმუნებულები არიან, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა იანუკოვიჩს საქართველოს სუვერენიტეტის შემლახველი გადაწყვეტილების მიღების უფლებას არ მისცემს. ასე ფიქრობს ოპოზიციის ნაწილიც. არაღიარების პოლიტიკა, რომელიც აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირს, არავითარ შემთხვევაში არ იქნება შეცვლილი. მერმა დაუფარო საქართველოს, რომ უკრაინამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ხელისუფლების დამხობა. იანუკოვიჩის განცხადებაში საფრთხეს ხედავს სოსო ცინცაძეც. ექსპერტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა უკრაინამ ეს ნაბიჯი რუსული გავლენის გამო გადადგას. იანუკოვიჩის სახით ევროპას ელაპარაკებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. ორმაგ სტანდარტი ეს რუსეთის თქვათ ექსკლუზიური ჟანრია და გულისხმობს მოსკოვი ამაში გულისხმობს და თუ კოსოვა აღიარეს დამოუკიდებლობა, რატო არ შეიძლება აფხაზეთი იყოს დამოუკიდებელი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე კონკრეტული დასკვნების გაკეთება თბილისში უჭირთ. იანუკოვიჩის ორაზროვანმა პასუხმა საგონებელში არა მარტო პოლიტიკური სპექტრი, არამედ ექსპერტები და ჟურნალისტებიც ჩააგდო.